საქართველოს ეროვნული კიბერუსაფრთხოების ახალი სტრატეგია ექნება შემუშავების პროცესი, რომელშიც აქტიურად არის ჩართული შინაგან საქმეთა სამინისტრო, უწყებათა შორისი ფორმატით მიმდინარეობს და კოორდინაციას ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატი უწევს. სტრატეგიის მიზანი ამ სფეროში მიღწეული წარმატების გამტკიცებაა. თამარ ჩიკვატიას სიუჟეტი. ფიშინგი, კომპიუტერულ სისტემაში უკანონო შეღწევა და პირად ინფორმაციაზე წვდომის მოპოვება, ბიზნეს და კომერციულ ელფოსტებში უკანონოდ შეღწევა და მანიპულაციები. ეს და სხვა კიბერდანაშაულები კვლავ რჩება მსოფლიოს ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად. სწორედ ამიტომ საქართველოს ეროვნული კიბერუსაფრთხოების ახალი სტრატეგია მუშავდება. ჩვენი ქვეყანა, რომელიც კიბერუსაფრთხოების კუთხით მოწინავე პოზიციებზე, როგორც ეროვნულ, ასევე გლობალურ ინდექსებში, 2025-27 წლის ეროვნული კიბერუსაფრთხოების სტრატეგიის მეშვეობით ამ შედეგებს კიდევ უფრო გააუმჯობესებს. ამჟამად ვახორციელებთ სამოქმედო გეგმის და სტრატეგიის შესრულების ანგარიშს, წინა სტრატეგიას გულისხმობ და უკვე დავიწყეთ მუშაობა მომდევნო 25-27 წლების ეროვნულ სტრატეგიაზე კიბერუსაფრთხოების სფეროში, რომელიც ასევე უწყებათა შორის ფორმატში მიმდინარეობს და დაარეგულირებს ამ სფეროში სხვადასხვა უწყებების კოორდინაციას და გამართულ ერთობლივ მუშაობას. პროცესი უწყებათა შორისი ფორმატით მიმდინარეობს და მასში აქტიურადაა ჩართული შინაგან საქმეთა სამინისტრო. კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველოში ამბობენ, რომ დოკუმენტი ყველა თანამედროვე კიბერსაფრთხეს გაითვალისწინებს. აღნიშნულ დოკუმენტში მოხდება ყველა თანამედროვე კიბერსაფრთხის გათვალისწინება და ასახვა, რადგან ეს დოკუმენტი უნდა პასუხობდეს თანამედროვე მოთხოვნებს და გამოწვევებს. შესაბამისად, ჩვენი უწყების შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები აქტიურად არიან ჩართული აღნიშნული დოკუმენტის მომზადების პროცესში. მსოფლიოში მზარდი კიბერშეტევების ფონზე მნიშვნელოვანია საზოგადოებას ჰქონდეს საჭირო ცოდნა და უნარები კიბერსაფრთხის შესახებ. სწორედ ამიტომ იუსტიციის სამინისტროს ციფრული მმართველობის სააგენტოს ინიციატივით შემუშავდა კიბერუსაფრთხოების ცნობიერების ამაღლების სტრატეგია, რომლის ფარგლებშიც სისტემატურად იმართება თემატური ღონისძიებები და აქტივობები. განსაზღვრულია სტრატეგიის შესაბამისად კონკრეტული პრიორიტეტული სამიზნე ჯგუფები, ისეთი როგორიც არიან მოსწავლეები, სტუდენტები, ხანდაზმულები, მცირე და საშუალო მეწარმეები და ასე შემდეგ და კონკრეტულად მათზე მორგებული აქტივობები არის ჩადებული სამოქმედო გეგმაში. ეს არის პლატფორმა e-learning.go.g, სადაც რეგისტრაციის გავლის შემდეგ თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ კიბერუსაფრთხოების საბაზისო კურსი. ეს კურსი გვაძლევს საშუალებას გავიგოთ კარგად რა არის კიბერჰიგიენა, როგორ დავიცვათ თავი არსებული საფრთხეებისგან. ციფრული საფრთხისგან თავის დასაცავად ციფრული მმართველობის სააგენტო მოქალაქეებს კიბერჰიგიენის დაცვისკენ მოუწოდებს. სააგენტოს ინფორმაციით 2024 წლის განმავლობაში მათ 131 კომპიუტერული ინციდენტი აღრიცხეს, მათ შორის ყველაზე გავრცელებულია პირადი ინფორმაციის მოპარვა. ფიშინგი, სხვადასხვა ვირუსების გავრცელება და ასე შემდეგ. აი სწორედ ამ ინციდენტების მსხვერპლი რომ არ გახდეს, სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი მსგავსი აქტივობების ჩატარება. კიბერუსაფრთხოების 2024 წლის ეროვნული ინდექსით საქართველო მოწინავე პოზიციებზეა. საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კავშირის 2024 წლის კიბერუსაფრთხოების გლობალურ ინდექსში კი 91.92 მეასედი ქულით მეორე ქვეჯგუფში ისეთ ქვეყნებთან ერთად მოხვდა, მაგალითად როგორიცაა ავსტრია, კანადა, ირლანდია და ისრაელი.